ენრიკე იგლესიასი უკვე ბათუმშია. ვარსკვლავის კონცერტისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და განათება, სრულდება ხმის აპარატურის შემოწმება. კონცერტზე დასწრება დღეს საღამოს რამდენიმე 1000 მაყურებლისთვის იქნება შესაძლებელი. ღონისძიება MTV Live Georgia's ფარგლებში იმართება და მას MTV Stages საშუალებით 152 ქვეყანაში 600 მილიონამდე ადამიანი ნახავს. ბათუმში დაგეგმილ საღამოზე მაყურებლის წინაშე ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი ელდრინით წარდგებიან. ენრიკე იგლესიასის კონცერტს კურიერის კორესპონდენტი სალომე ბენაშვილი გააშუქებს, რომელიც უკვე მუშაობს ბათუმში და პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, როგორ მიმდინარეობს კონცერტისთვის მზადება? დილიდან რეპეტიცია უკვე დაიწყო ევროპის მოედანზე პატა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ შედგეს პირველი MTV-ს ლაივ კონცერტი საქართველოში. ხოლო რაც შეეხება რეპეტიციას, გუშინ ჩატარდა პირველი რეპეტიცია. ის შეიძლება ითქვას, რომ პირველად MTV-ს სცენა მოსინჯა დღის მთავარმა სტუმარმა ენრიკე იგლესიასმა. ის როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, გუშინ საღამოს დაახლოებით 9 საათისთვის ჩამოფრინდა საქართველოში და 11 საათისთვის ის უკვე სცენაზე იდგა. საქართველოში ჩამოსვლიდან 1 საათში პოპ მომღერალმა ენრიკე იგლესიასმა ბათუმის შერატონი დატოვა და ევროპის მოედანზე ბენდთან ერთად რეპეტიცია დაიწყო. სცენაზე, რომელიც სპეციალურად MTV ბათუმი ლაივისთვის პოპულარული მუსიკალური ტელეარხების პროდიუსერებმა და ტექნიკოსებმა თავად დააწყვეს, ბენდთან ერთად ჯერ აპარატურა შეამოწმა და შემდეგ ორი ცნობილი ჰიტი საკუთარი რეპერტუარიდან Night Love და Maybe რამდენჯერმე იმღერა. ცნობილი მომღერლის რეპეტიცია ევროპის მოედანზე 1 საათს გაგრძელდა. ცნობილია, რომ დღეს საღამოს მეგავარსკვლავი თითქმის ყველა ჰიტ შეასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ ენრიკე იგლესიასმა ბათუმის ცენტრში შეკრებილ 10,000-იან აუდიტორიას რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომიდანაც შესთავაზოს. Euphoria ასე ქვია ავსტრალიიდან დაწყებულ ტურნეს, რომელსაც ენრიკე იგლესიასი ბათუმში განაგრძობს და ინგლისსა და ამერიკაში ჩავა. MTV-ს 600 მილიონიანი მაყურებლისთვის ბათუმი ლაივი თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება და 4 საათს გაგრძელდება. კონცერტისთვის, რომელიც 151 ქვეყნის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ქართველ მაყურებელს მისვლა 5 საათიდან შეუძლია. მეგავარსკვლავი საქართველოში საკმაოდ დიდი დაცვით არის ჩამოსული, შესაბამისად ჩვენ გუშინ არ მოგვეცა საშუალება, რომ უფრო ახლოს მივსულიყავით ან გავსაუბრებოდით მას, თუმცა უკვე გაწერილი არის კონტრაქტის მიხედვით, რომ ჩვენ აუცილებლად მოგვეცემა დღეს საშუალება ჩავწეროთ ექსკლუზიური ინტერვიუები, პირადად გავესაუბროთ მას და ვკითხოთ, დაუსვათ კითხვები დღევანდელ კონცერტთან დაკავშირებით, ასევე მის პირად ცხოვრებაზეც თუნდაც და კონცერტის შესახებაც, რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დაახლოებით 7 საათისთვის დაიწყება მსმენელის შემოშვება ამ ტერიტორიაზე, დაიწყებენ უკვე 5 საათიდან, დაახლოებით ვარაუდობენ, რომ ევროპის მოედანზე 10,000-მდე ადამიანი დაეტევა, თუმცა მათთვის, ვინც ვერ დაეტევა ევროპის მოედანზე, ალტერნატიული გზებიც გამოინახა იმისთვის, რომ მათ თვალი ადევნონ MTV Live Ბათუმს. ბათუმის ბულვარსა და ასევე თეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული არის მონიტორები. ხოლო რაც შეეხება არაქართულ პუბლიკას, მე რუსთაველის მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ლაივ კონცერტი გადაიცემა 152 ქვეყანაში და მას სულ 600 მილიონზე მეტი ადამიანი ეყოლება მაყურებელი. განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი, ერთი სული გვაქვს როდის გავალ სცენაზე და შევასრულებ ჩვენ 8 სიმღერას, რომელიც ძალიან ენერგიულია და ძალიან, რა ვიცი, ენერგიით სავსე და ერთადერთი მე რასაც ნერვიულობ, რომ არის ძალიან სიცხე და თავარია, რომ გავუძლოთ ამ სიცხეს და რაღაცა ენერგიულად შევასრულოთ ბოლომდე ჩვენი სიმღერები. რასაც სცენას შეეხება, ძალიან მაგარია, უკვე მოვსინჯეთ. ძალიან კარგია. ჩვენი რეპეტიცია იწყება, ახლა და ვემზადებით, ან უფრო კარგად გავიცვლოთ და არა ასე ვთქვათ, პირველი რეპეტიცია იქნება ჩვენი საუნდტრეკი და ყველანი კარგად წყობაზე ვართ, წინვალ. 5-დან დაიწყება შემოსვლა ევროპის მოედანზე, მოთხოვნები არის პრინციპში სტანდარტული. შუშის ჭურჭლის შემოტანა შეიძლება, არ უნდა იყო არაფრიზე მდგომარეობაში, პატარა ბავშვები
მშობლების გარეშე ამ ხელა მასაში ცხადია რომ არ არის სასურველი რომ შემოვიდნენ არანაირი ცივი ან ნებისმიერი სხვა სახის იარაღი 7 საათზე დაიწყება პროგრამა დაახლოებით 4 საათიანი კონცერტი გვექნება ქართველი მონაწილეები გახსნიან დაახლოებით 10:30-ისთვის ენრიკე გამოვა სცენაზე და 11-ისთვის ალბათ დასრულდება ემზადებიან საღამოსთვის ამ წუთებში სცენაზე. კაჭკუფის, ელტრაინი, ევროვიზიის 2011 წლის ქართველი